პატუს რაგი შევხვდით და თოკაში. ვინმე სამე გაუქმევლობა არჩევთან, ამსუხოსთან, ამ სადამშტიდან, და ბოლო დავამთავროთ ეს სისქილაო. ეს ფარული აუდიო ჩანაწერი ფინანსური დავის კრიმინალური წესებით გარჩევის ისტორიას ყვება და დაკავებული 45 პირის საქმეში მთავარ მტკიცებულებად დევს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეგრეთ წოდებული სუხო, პაატა თბილისკი, ჯვარსკი, ტუხა, ჩანაყიჩი, ბალუ, მაჩვიჩი, დარჯო, წერტილა და წიოკა ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, ფინანსურ დავებს აგვარებდნენ და მოქალაქეებს თანხებს ძალავდნენ. მათგან ერთ-ერთი რევაზ უბილავაა, მეტსახელად ჯვარსკი, რომელიც საქმეებს დედის და ძმის დახმარებით აგვარებდა. დაავრეკეთ ყველგან, დავაკავშირე რამაზი და ასე თქვეს. მაგას აქ ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ სალაპარაკო სხვებს ეს არ გეხებათო ჩვენი ძმარიო, მეტი მუგოკო. ჩემდაც რა ქურდულთან. შვილი თუა ქურდი, შვილია მაგის ზის. ჯვარსკის ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა წალენჯიხაში დააკავეს. ბრალდებული დედაშვილის ადვოკატი დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს. ამბობს, რომ სამართლებრივი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ. თქვენ ამბობთ, რომ არ იცოდა დედამ, რომ შვილი იყო ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი? ხალბატონო, რომ იცოდა კანონიერი ქურდი იყო თუ არ იყო, თუ ამდენად გამზიარებელია დედაშვილის მიმართებაში. ფინანსურ დავებში ჩართული იყვნენ საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც. გარჩევების ამსახველ ჩანაწერებში სულხან ჯაფარიძე, მეტსახელად სუხო და პეტრე ბაქრაძე, იგივე პაატა თბილისკიც ფიგურირებენ. Короче, я и вот я сулек ჩვენ, ამას რა 1000 ლარი короче, ამის გადახდილი. და მე 1000 ლარი და მე 300 ლარი. 7300 ლარი აქვს სულ. იმასთან ისეთი დაჯერა მინდა 2000 გამოვაწევი. რა, ეგრე ხომ მიხეილა სულ. სიო მოლშა გათო. დაჟე უშრომა გულმა ზუდარე კოსიმო. ასულა გადახილი. შეფა გამოვაგზავნოს. ლევან იმედაშვილი, მეტსახელად ლევკა და ლევან შეყლაშვილი, იგივე წერტილა პოლიციამ ქურდული სამყაროს მიმართვის ბრალდებით დააკავა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ეგრეთ წოდებულ ქურდებს არ იცნობენ. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება გამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდეს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითეული მოქალაქის უსაფრთხოება. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. სისხლის სამართლის ამ საქმეზე კი გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.